იცით და რუსთავაზე დგომას აზრი აქვს? აბა რასაა აზრი? მოვკვდეთ. მოგწონეთ პატრონი ყველას. არ გაჩერდება ხალხის მდინარე ქვეყნის გულიდან გამომდინარე. სამშობლოს გამედგება და მე სამშობლოს დილა მოვა, მე ის ჩუადრე, მე საღამო. ჩემს სახში შემოვიდეს ხუთი და დამიწყოს ახლა ეს კანონი არის და უნდა დაიმუშავა ადამიანები და საკაც ესენი რუსებიან და კათოლიკები და ადამიანები ამათ კანონებს. მე და საქართველოს არსებითად ერთი ასაკისა ვარ, ხო? Информационно-психологическая спецоперация. ყველას დავიმახსოვრებ და ყველას დავში. თუ გინდა შენი ძაღლი მოკლა მაშინ თქვი რომ გაცოფებული არის. ესე იგი რა გამოდის რომ ესეთი ყლე ვარ მე ჩემნაირები ყლეები არიან? ოქროსფერი ვარსკვლავები ამერტრობი რამეთ შეგვატყობინეთ რომ კარგად ხართ. ჩვენი დამარცხება არის შეუძლებელი. იმიტომ რომ ჩვენ რო ვკვდებით, უფრო ცოცხლები ვხდებით. ხარაკირს გაიკეთებს თავისთვის. იმიტომ რომ კატა თხარაო თაგვი ამოთხარო. აქ ჩვენ რისთვის ვართ? ეს რო სადმე შემხდეს, ეს კაცი ხო გაუბრუნე შუაზე რა. ანუ ისეთი გაბრაზებული ვარ და ყველა ადამიანი გაბრაზებული უნდა იყოს რა. და იცოდეთ რომ ჩვენ ყველგან ვართ, ყველგან თვალს გადავნებ, ყველაფერზე პასუხს აგებთ. ჩვენ ყველაფერს ვიმახსოვრებთ. არა გვაქვს 1 გიგაბაიტის მეხსიერება. ახლა აღარ არის მეგობრებო, ლევან ხაბეიშვილის სასაცილო ფიგურა. ახლა აღარ არის ანიტა. ხაბეიშვილისგან ეხა უნდათ ნაციონალური ლიდერი შექმნა, ვერ შექმნიან ამ კაცისგან. არ გამოითვლება კაცო სალამური იმისგან რა. ფული საიდან მო? ფული. სამართლოს სასამართლოსთან გამიჩერეთ. გვაჭმევდნენ წლების განმავლობაში ამ სკლინს. დროულად მოემზადოთ ხელისუფლების გადასაბარებლად. იმიტომ რომ ჩვენ დათმობაზე არ წავალთ. Once again, I want to say that our fight is peaceful. ჯერა რომ უკრაინის პრეზიდენტი ჩვენს გამარჯვებას აქ თბილისში შემოუერთდება ჩვენს პრეზიდენტთან ერთად, სალომე ზურაბიშვილთან ერთად. თვითონ შინაგნად ვერ არის ყოფში. მნიშვნელოვანი არის სოლიდარობა და ემპათია. ამ ორი რამის გარშე არაფერი არ გამოგივადა. რუსთავი 2, ანუ რუსთავი 2, ანუ რუსეთის თავი მეორე. რევოლუციის გარდა ხალხო აღარაფერი აღარ გვიჩვენის. იძულებაში ვარ სისხლი დავაქციო. ასთონიკეს აქვს პრობლემა, მას სისხლდენა ეწყება დრო და სამეთო მოწამლული ვარ და დღესაც სისხლი მომდის ცხვირიდან. მისაი ზუსტად ის შფოთვითი აშლილობები, ღამე უძილობა, ჰაერის უკმარისობა გამყვა ძალიან დიდ ხანს. 5 ყურს დაცვი და ბუმბული. აი გინდა აი ხო ეხა ამ ბევრ ამეზე მეტყვა. მე აი ეს სუნთქავდა პირგაღებული გაურებები მქონდა, ვეღარ ვაფიქსირებდი დღე იყო, ღამე იყო, რამდენი ხანი გავიდა. თელის სახე აი ეს ისე მეწვა და ისე დამეწვა რომ ვიცინოდი რამოდენიმე დღე მე მისკდებოდა. ეს შხამი ციანიდის სახით მომქონდა ჩემს შვილთან, იმიტომ რომ ანუ ლაქტაციის პროცესი მქონდა და შესაბამისად ბავშვი იყო ძუძუჩიკვებაზე და იმ დღეებში სცენარეებიც კი დამჭკნარი იყო, რუსთავაზე საშინელი სუნი იდგა და რაც შემეხება მე გადავურჩი ძლიერ მოწამვლას და რატომ გეტყვით? იმ დღეებში არ ვიმყოფებოდი საქართველოში. თუ ამას ვხედავდით ჩვენ დარბების მეორე დღესაც რომ ფოთლები იყო სხვა შეფერილობით იყო. ანუ იმდენად მძიმე რაღაც შხამი გამოიყენა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ ანუ ქვებიც კი კოროზირდა. სიმშვიდემ სული ისე მოიცვა, რომ არაფერი აღარ მავეშებს. ვიცი სამშობლო გადამირჩება, ან ჩემთან ერთად, ან ჩემს გარეშე. თარაზო და გაგდები, აჰა, გაგირიცეთ ვარა მე. ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის შთამომავალი ვარ. 2009 წლის შემდეგ 25 წელია გასული. რას გასწავლიდან შეუბედურო გიმნაზიაში. საკავშირობის კი ბატონო სხვა ადამიანებს გავესაუბროთ. მოგეს კი ბატონო მოგეთ ხმალხას პირდაპირ ეთერში ვარ. საკმაოდ საინტერესო პერფორმანსი გაქვს და რატო ისი თქმა გინდა ამ ყველა. რუსეთის დამარცხებით მარცხდება მთელი მსოფლიო. ან მალაპარაკე, ან მოდი ერთად დავждეთ და ორივე მწავდოთ და ვინ უფრო სწრაფად ილაპარაკებს. მე კიდევ რაღაცას გეუბნები. მადლობა იქნება იგოს ვინმე რა. ედი არა ჩემდე. ჩვენ ზუსტად ვიცით რომ ჩვენი მაუწყებლობა არის საჯარო საზოგადოებრივი სიკეთე. ისე თქვენი და
ვციტირებ ერთ-ერთი ლექტორის ფრაზას. გავკარი გეი ევროპას. საროსკიპო რო გაიფიცოს. არა, მაგათ შემიშვა. აი და ანუ ჩვენ საროსკიპოც არა ვართ რა. მსახიობი ექიმის შემდეგ მეორე პროფესია უკაცრავად ჟურნალისტებთან. აჩვენე შენი IG. IG-ს გარეშე ვერაფერს არ დაითხარი რა. Instagram-ი არის IG. და რუსები ჭოქრიტით უყურებენ. კამპანიის დროს მახსოვს რუსები მიყურებდნენ ხოლმე გადმოხმიდან, ხო? წარმოიდგინეთ. აი მუსკული როგორაა ქართულად? კუნთი. საბა, ნიკე უბრალოდ ქალბატონო ელენე. ჩვენთან ერთად არის ახლა ქალბატონი მარინა მიზაძე, რომელიც ქართული ოცნების ყოფილი წარმომადგენელია. ახლა ქართული ოცნების წინააღმდეგ დგას ის ევროპული მომავლის წევრი არ ყოფილიყარ. თვითონ ეს არ მithkoms მე. ახლა მილიონ ვარ ფაქტობრივად შენ თავაზობლებან არ გაბარო არ ხსებოდ მაგიტო და კიდე მე ვარ მაგალითად წარმოდგენის. ოქროზოდებს უკავშირდება ზუსტად ის რაც უნდა მეკითხა, მაგრამ საერთოდ არ არის, საერთოდ არ არის სასაცილო. ოკეი, ეს ყველაფერი გასაგებია. ხელები რატომ გაქცივი ხარ ნერვიულად ხარინელ დღესთან დაკავშირებით. მე დამეთყობა ნერვიულად. შვიდობით ვიბრუნებ. დარვიანი, რაც ხრი, 11-იანი. 4 ოქტომბერს სამშობლო გვაქვს გადასარჩენი. ყველა მეუბნება ბატონო პაატა, ვამთავრებთ ოქში, ვამთავრებთ ბატონებო, დაიჯერეთ ვამთავრებთ. 4-ში დავიწყებთ, 4-ში დავამთავრებთ. პროცესი 4-ში დაიწყება და 4-ში დასრულდება. შეგვიძლია რომ 4-შიო დავამთავროთ. ჩვენ როდესაც ვამბობთ რომ 4 ოქტომბერს ვიკრიბებით, რომ დავასრულოთ ეს ხელისუფლება, მაგისთვის ვიკრიბებით, ხო? 4-ში დავიწყებთ, 4-ში დავამთავრებთ. შევხედეთ თვალებს. იყურებ თვალებში. რას კითხულობ ჩვენ თვალებში? ციხეში ვარ გულზე შევდამაძლება. მე ნანა სანდერ ჩამოვალ 4 ოქტომბერს და მე თქვენთვის მოვიცლი, თუ თქვენ მათ არ გააჩერებთ, მე გადაჩერებთ. 4 ოქტომბრის გამო შევწყვიტე ჩემი მოგზაურობა და ჩამოვიდი საქართველოში. ეს არის ის ავტობუსი, რომელთაც ქუთაისის აეროპორტიდან მოვდივარ თბილისში და მინიმუმ 6 მგზავრი არის, რომლებიც სპეციალურად ჩამოვიდნენ მილანიდან დღეს, რომ ხვალ დადგენ აქციაზე. თქვენი აზრით როგორ დასრულდება ოპოზიციის აქცია 4 ოქტომბერს? რავი, როგორც ყოველთვის. ანუ რას? რავი, ჩაიჯოვეთ, ავარაუდო. პროტესტ გამოუცხადეს რეჟიმი. რომ არა აქციები არ იქნებოდა სანქციები, ხო? თანაზო და გაგდები, ხო? გაგირიცეთ ვარა მე. მე სად ვარ ამ განტოლებაში? მე დავავიწყდი ყველას. რაღაცა იმხელა ბუზი და ბრინობს. ჩემთვის დროის გამოგლეჯვა ჯობდა თბილისი გამოგეგლიჯა და მართლა კი გამოგლეჯავდით ალბათ თბილისს. უბრალოდ ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით. რა ვიცი, ვართ წაკუზულები. ვარ სოფი. მუდი. გასვენებაში ვარ, ხალხო, გასვენებაში. გასვენებაში ვარ, ეხლა დაიწყებ რა გასვენება. ვისი, აი ვისი. ოპოზიციის გასვენებაში ვარ. ერთი მოვიდა ოპოზიციონერი, ნუ რაც ვინც იყო და იცი რაო ტრამპისო, ივანკა ტრამპის ბებიისო, ძიძა ქართველიაო. შიშზე უფრო საშიში რა არის? შიშზე უფრო საშიში რა არის? მართლა. რა არის? არ არის. აი არ უნდა შეგვეშინო. ეს ვერ უზრუნველე იყო. ხო დაუშვათ პენსიურ სამსახურს. აბა შენი ცი დებილო. და მე ვფიქრობ, რომ რატო უნდა მოგცე? აი რატო? აბა დამანახე რატო უნდა მოგცე? რისთვის? ეხეთ გაჩაჩხულია იდგანანო. საინტერესოა ესე ამოსვლა ჩავარდნა, ძირს დავარდნა, თავის ყველა ხნა. როდის ამოყოფთ ნიკა თავს საცივიდან? საქართველოს მესამე პრეზიდენტს ვკითხე რატო ხედავდით მაშინ ხალხს თუხსა და მითხრა მე ისეთ რამებს მიყვებოდნენ სამაჩაბლოში მიმდინარე მოვლენებზე ჩემს ხორცს რომ არ ჭამდი ახლაც მიკვირს. არჩევნების მოთხოვნით და მშვიდობიანობით ძალიან კარგად ვიცით რომ არაფერი არ გამოგვივიდა და აღვნიშნეთ მე-100 დღე და ესე აღვნიშნოთ მე-500 და მე-1000 დღესაც და ეს რუსთაველის გამზირს ყოველთვის გადავკეტავთ რაც არ უნდა იყოს ეს არ გაგვიჭირდება და თქვენი დედა მოგხართ სულ ყველასი.